მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ექიმი გვირჩევს და მე მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ბავშვთა ფსიქოლოგი და ქცევის თერაპევტი ქალბატონი სოფიო თავაძე და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე ბავშვებში. მოგესალმებით, ქალბატონი სოფიო და მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ქალბატონი სოფიო, რომ განგვიმარტოთ რა არის აუტიზმის სპექტრის აშლილობა და ძირითადად რა შევლინდება. აუტისტური სპექტრის აშლილობა არის თავის ტვინის განვითარების შეფერხებების ჯგუფი. ეს შეფერხებები ვლინდება ძირითადად სამი მიმართულებით: ენამეტყველების შეფერხება, სოციალური უნარების შეფერხება და ქცევითი შეფერხება, რაც თავის თავში გულისხმობს განმეორებით ქცევების არსებობას. ენამეტყველება თავის თავში გულისხმობს, რა თქმა უნდა, მეტყველების სხვადასხვა შეფერხებებს, ასევე გაგების გაგების ინსტრუქციის გაგების შეფერხება შედის ამ ნაწილში და ასევე სოციალური უნარების შეფერხება, ასე ვთქვათ, სოციალური განვითარების შეფერხება, რაც თავის თავში გულისხმობს სოციუმში ადაპტაციას, სხვადასხვა სოციალური უნარების არქონას. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს ძალიან უჭირთ სოციუმში ადაპტაცია და ძალიან უჭირთ სოციალური უნარები არ აქვთ, ასე ვთქვათ, და უჭირთ დიალოგის როგორც დაწყება, ასე ვთქვათ, ისევე წარმოება, მისი შენარჩუნება და ასე შემდეგ კიდევ. როდის იწყება ძირითადად აუტიზმის სპექტრის აშლილობა, რა ასაკიდან და როდის უნდა გაამახვილოს მშობელმა ყურადღება იმისთვის, რომ ვთქვათ, საჭიროდ ჩათვალოს ბავშვი მიიყვანოს შესაბამის სპეციალისტთან დიაგნოსტიკისთვის. ძალიან კარგი შეკითხვა არის. აუტიზმი არის თანდაყოლილი მდგომარეობა, ის არ არის დაავადება, როგორც ბევრს გონია, ან რაიმე ისეთი, რაც დაძლევადია, ასე ვთქვათ, ან მკურნალობას საჭიროებს მედიკამენტურს. აუტიზმი არის მდგომარეობა, რომელიც არის დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე და მისი აღმოჩენა შესაძლებელია პირველივე თვეებიდან, დაბადების პირველივე თვეებიდან და განსაკუთრებით ეს უადვილდებათ მათ ისეთ მშობლებს, რომელსაც მყავს 2 ან მეტი შვილი, ვინც უკვე იცის როგორ უნდა ვითარდებოდეს, მეტნაკლებად იცის როგორ უნდა ვითარდებოდეს პატარა ბავშვი. და ძირითადად ასაკობრივად თუ დავყვავთ, რა ასაკებში, როგორი გამოხატულებებით უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ვთქვათ, ბავშვს შეიძლება ჰქონდეს აუტიზმის სპექტრის აშლილობა. პირველი ნიშანი არის, პირველი ყველაზე ისეთი მძაფრი ნიშანი, რასაც მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება, როდესაც ბავშვს არ აქვს თვალით კონტაქტი, არ რეაგირებს სახელზე. ეს თვეებიდან, აი ძალიან პატარა ასაკიდანვე უკვე შესამჩნევია ხოლმე, როდესაც ბავშვს არ აქვს ემოციური პასუხი მშობლის ემოციაზე. არ იღიმის, არ ღუღუნებს, ეს ღუღუნის პერიოდიც ძალიან გვიან დგება ხოლმე ამ შემთხვევაში, საკმაოდ გადაცილებულია ხოლმე თავის განვითარებას. თვალით კონტაქტი როგორც აღვნიშნე და სახელზე რეაგირება. როდესაც ბავშვს არ აქვს რეაქცია, როდესაც მას მიმართავენ. როდესაც პირდაპირ მიმართავენ, ან ვერ არჩევს ერთმანეთისგან, როდესაც როდესაც მშობელს ხედავს, ან გარეშე პირს ხედავს. ესეც ერთ-ერთი ნიშანი არის ხოლმე. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ცალკეული ნიშნები შეიძლება ყველა ბავშვს სადღაც ახასიათებდეს. ეს არის უფრო კომპლექსური, ეს რაც უფრო ასაკი ემატება, უფრო შესამჩნევი ხდება ხოლმე, რა თქმა უნდა, თუმცა პატარა ასაკიდანვე, მოკლედ შეიძლება რომ ამითი შევამჩნიოთ, როდესაც არ არის თვალით კონტაქტი, არ არის სახელზე რეაგირება, ბავშვი არ ღუღუნებს და ემოციებს არ გამოხატავს, ასე ვთქვათ, ადეკვატურად. აი აქ რო ვთქვათ, რა წინაპირობები არსებობს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს თუნდაც აუტიზმის განვითარებას, იმიტომ რომ შეიძლება ესეთი მოსაზრებებიც არსებობს საზოგადოებაში, რომ გაჯეტებზე დამოკიდებულება, ეს ყველაფერი გარკვეულწილად უზღუდავს უკვე სოციუმთან კომუნიკაციას და ხშირად მსმენია, რომ ამან შეიძლება აუტიზმის სპექტრის აშლილობა გამოიწვიოს. ეს რამდენად მითი ან რეალობა და ასევე თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არის თანდაყოლილი და არა შეძენათი. კი ბატონო, ძალიან კარგი შეკითხვა, იმიტომ რომ ხშირად მესმის ეს შეკითხვა და კარგია, რომ ახლა აქაც გაჟღერდება. აუტიზმი, როგორც აღნიშნე, არის თანდაყოლილი მდგომარეობა. აუტიზმს, კონკრეტულად აუტიზმის დიაგნოზს გულისხმობ, რომ მას არც გაჯეტებზე დამოკიდებულება არ იწვევს, არც, რა ვიცი,
სხვაგარი ფაქტორი. სხვა კი, აი ხა აცრები მახსენდება და ნუ არც 10 წლინახევრის 10-რაზეც მსმენია ბევრჯერ რომ შეიძლება ამის შემდეგ წავიდა რაღაცა განვითარება ცუდად და ამის შემდეგ შეიძინა ბავშვმა აუტიზმი. მსგავსი რაღაცა შეუძლებელია, იმიტომ რომ თანდაყოლილია აუტიზმი. ერთადერთი რაც შემიძლია აღვნიშნო და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, გაჯეტების მოხმარება აფერხებს განვითარებას და ამძიმებს მდგომარეობას. არ იწვევს, თუმცა ამძიმებს. უფრო მეტად რთული ხდება შემდეგ ჩარევაც, რა თქმა უნდა, ბავშვის განვითარებაც და ნამდვილად არ არის კარგი. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ესე რაღაცა ფაქტორი კონკრეტულად აქედან რომელიმე იწვევს აუტიზმს. შეძენილი აუტიზმის შემთხვევა ჯერჯერობით მეცნიერებაში არ ყოფილა, თუმცა ბევრი კითხვის ნიშნები მაინც არსებობს აუტიზმთან დაკავშირებით. რა გართულებები ახლავს მას, ცოტა უფრო მეტად რომ გავშალოთ ეს საკითხი და ასაკის მატებასთან ერთად რთულდება თუ არა აუტიზმის სპექტრის აშლილობა თავისი სიმძიმით და ამასთანავე თუ პირობითად დროული დიაგნოსტიკა განხორციელდა და შესაბამისი ჩარევა ხდება, აი ამ შემთხვევაში რამდენად ხელს უწყობთ, რომ მდგომარეობა უფრო შემსუბუქდეს. კი ბატონო, ადრეულ დიაგნოსტიკაზე აღვნიშნავ, რომ ყოველთვის კარგია ხოლმე, როდესაც ხა ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელო, ბევრად კარგი შედეგები არის ხოლმე, როდესაც ბავშვი არის ჩართული პროგრამაში ადრეულადვე, ან ადრეულს გულისხმობ, მოდი ამასაც განმარტავ, იმიტომ რომ შეიძლება ადრეული მაინც რა სხვადასხვანაირად გაიგოს ბევრმა ადამიანმა. 2 წლიდან, 1 წლიდან, წლინახევრის ასაკიდან, როდესაც ბავშვი ჩართულია თერაპიაში, შეიძლება მას კონკრეტულად აუტიზმის დიაგნოზი ჯერ არ ქონდეს, იმიტომ რომ აუტიზმის დიაგნოზს სვამთ ხოლმე 3 წლიდან ზემოთ და ეს შეფასების ინსტრუმენტიც 3 წლიდან ზემოთ არის, მაგრამ ნიშნები უკვე შესამჩნევია ხოლმე როგორც სპეციალისტებისთვის, ისევე მშობლებისთვის. ბევრად კარგი შედეგი არის ხოლმე, ბევრად მეტად დაიძლევა თუნდაც ის სოციალური სირთულეები, თუნდაც ის მეტყველების პრობლემები. ვიდრე უკვე აი დაგვიანებულ ასაკში და რაღაცა 5-6 წლის ასაკს გულისხმობ დაგვიანებულს, ხა შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს ესეც ის, ანუ 5-6 წლის ასაკში უკვე ბევრად რთულია ხოლმე განვითარებასთან დაწევა, როგორც ბავშვს უნარები აქვს, ანუ რა დონეზეც უნარები აქვს, ბევრად რთული ხდება ხოლმე, იმიტომ რომ დიდი დროა დაკარგული, ის დრო, რომელიც ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და როდესაც უნდა მოხდეს ყველა ამ უნარების ჩამოყალიბება იქნება თუ განვითარება, ამიტომ ადრეული დიაგნოსტირება არის ერთ-ერთი აი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც შემდეგ განსაზღვროს იმას, როგორ წარიმართება ბავშვის განვითარება და რა უნარები ექნება მას მზრდასრულობის ასაკში და უკვე დიდ ასაკში. ეხლა რაც შეეხება თვითონ ნიშნებს. კი ბატონო, რაში გამოიხატება თვითონ ეს აუტისტური სპექტრის გართულებები? როგორც აღვნიშნე, სოციალური უნარები არის ძალიან შეფერხებული, რაც გამოიხატება იმაში, რომ ბავშვს მოდი აი დაბლიდან გავყვები, რომ არ აქვს თვალით კონტაქტი, როდესაც თვალით კონტაქტი არ არის, რთულდება შემდეგ მისი სოციუმში ადაპტაციაც, ასევე არ არის სახელზე რეაგირება, არ შეუძლია გამოხატვა თავისი სურვილების, არ შეუძლია მოთხოვნა იმისი, რაც უნდა ასევე შემდეგ უკვე დიდობაში გამოიხატება, რომ შეუძლებელი ხდება მისთვის თუნდაც სკოლაში ადაპტაცია, თუნდაც ბაღში ადაპტაცია, თამაშები, პირველ რიგში თამაშებიც მინდა აღვნიშნო, რომ რთულია ხოლმე ბავშვებისთვის თამაში და ის სოციალური და ინტერესების შეზღუდვაც, აქაც თამაშს, როდესაც დავაკვირდებით ბავშვისას, კარგად იკვეთება ხოლმე, რომ არა წარმოსახვითი თამაშები არის ხოლმე ბავშვებისთვის აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ძალიან დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ წარმოდგენა უჭირთ ხოლმე, ასე ვთქვათ, ვითომ თამაშებს რო ეძახით ხოლმე, რომ მოდი ვითომ მე ეს ვარ, ვითომ მე ის ვარ, რთულია ხოლმე ბავშვებისთვის. ასევე მიმოვიხილავ ენა მეტყველების შეფერხება ნაცნობი ის არის ჩვენთვის მაინც ასე თუ ისე უჭირთ ხოლმე წინადადებების აწყობა, პირის ნაცვალსახელებში ჩართვა, ჩემი შენის გარჩევა, ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა ხოლმე ჩემთვის, ჩემი შენის დასწავლა. და როდესაც ბავშვები სწავლობენ მეტყველებას, აუტიზმის მქონე ბავშვები, მათი მეტყველება არის ხოლმე რაღაცა ერთ ტონზე, ანუ ტონის
ესეც უჭირს ხოლმე თითქოს რაც რობოტული მეტყველება აქვთ ხოლმე ასე ვთქვათ. და ერთ მაშინ რა ქვია და ხშირად შეიძლება ასევე თან ახლავს ხოლმე ფრაზების გაზეპირება და ფრაზების ან თვითონ ფრაზების მოტრიალება ასე ვთქვათ ან მე რაც ვთქვი იგივეს იმეორებს ის ბავშვიც. წაღან ახსენეთ თქვენ შეფასების ინსტრუმენტი, რა ინსტრუმენტია საუბარი, რა მეთოდით ხდება, იმიტომ რომ მშობელი მზად უნდა იყოს რა დიაგნოსტიკის გზის გავლა მოუწევს მის ბავშვს, რომ დაუდგინდეს ან არ დაუდგინდეს აღნიშნული მდგომარეობა. კი ბატონო, შეფასების ინსტრუმენტი აუტიზმის დასადგენად, ასე ვთქვათ, არის ADOS-2 ტესტი, რომელიც კეთდება 3 წლიდან ზემოთ ადამიანებში და თავის თავში ითვალისწინებს სწორედ ეს აუტიზმის დიაგნოზის დასმას. როდესაც მშობელს აქვს რაიმე ეჭვი ან მსგავსი რაღაც არ მოსწონს თავის ბავშვის შვილის განვითარება, ყოველთვის მართებულია ხოლმე და სპეციალისტთან მიმართვა და შემდეგ რა თქმა უნდა, როდესაც არის ეჭვი აუტიზმზე და როდესაც არის რაღაცა ის ნიშნები, რაც დამახასიათებელია სპექტრისთვის, შემდეგ შეფასება და რა თქმა უნდა, დადგენა კონკრეტულად არის თუ არა დიაგნოზი. როგორია დღეს ეს თერაპიული კურსი, რაც უნდა გაიაროს ბავშვმა დიაგნოზის დასმის შემდგომ და რამდენად მნიშვნელოვანია მისი, ასე ვთქვათ, ყოველდღიურობაში, როგორც ვთქვათ, თერაპიულ ცენტრებში ბავშვის ტარება, ასევე მშობლის ჩართულობა ბავშვის განვითარებაში. კი ბატონო, ძალიან კარგი შეკითხვა. მშობლის ჩართულობიდან დავიწყებ, რომ აუცილებელია მშობლის ჩართულობა ყველა დეტალში, რასაც სპეციალისტი აკეთებს. ყველაზე მეცნიერულად დაზუსტებული და დასაბუთებული ამ ეტაპზე არის ქცევის ანალიზი, ქცევის გამოყენებითი ანალიზი, რომელიც ყველაზე წარმატებით მუშაობს აუტიზმის დიაგნოზთან, თუმცა შეზღუდვა არ აქვს ამ მიდგომას სხვა დარღვევებთან. ეს მიდგომა არის კომპლექსური და მორგებულია თვითონ ბავშვის საჭიროებებზე. ასევე მშობლის თანადგომაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს უნარები არ დარჩეს მხოლოდ თერაპიულ ოთახში, ასე ვთქვათ, განზოგადდეს შემდეგ გარემოში და ბავშვმა შეძლოს გარემოში მათი გადატანა. გვაქვს ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ ჩვენთან თერაპიულ სივრცეში რაღაცა პრობლემა გვარდება, თუმცა მშობელთან ეს პრობლემა ისევ გამოწვევად რჩება. მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე რომ მშობელსაც ავუხსნათ, რადგან მშობელი არ არის სპეციალისტი და შეიძლება ზედმიწევნით ისე ვერ შეასრულოს როგორც საჭიროა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე რომ მშობელი ჩართული იყოს. მშობლის ჩართულობის გარეშე სამწუხაროდ არ გამოდის ის კარგი შედეგი და ის შედეგი, რაც გვჭირდება ასე ბავშვთან მიმართებაში და რაც მის განვითარებას კიდევ უფრო წინ წაწევს. მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე, როგორც აღნიშნე, რომ მშობელი ჩართული იყოს, ისიც იგივეს აკეთებდეს მაქსიმალურად, როგორც შესაძლებელი იქნება, რასაც ჩვენ ვასწავლით, იმისთვის, რომ ის უნარები, რაც ბავშვს შევძინეთ, შემდეგ გარემოში ადაპტირდეს და მან შეძლოს თავისი ყოველდღიურობის შეცვლა. ძირითადი ჩვენი ამომავალი წერტილი და სამუშაო მნიშვნელოვანი, ყველაზე სამუშაო წერტილი არის ის, რომ ბავშვის ყოველდღიურობა შეიცვალოს უკეთესობისკენ. ის გამოწვევები დაიძლიოს ყველა გარემოში, სადაც მას აქვს და არა მხოლოდ თერაპიულ სივრცეში. კიდევ ერთ კითხავთ, ალბათ საინტერესოა, მე მახსოვს პრაქტიკაში ესეთი შემთხვევები, რომ დასრულობის ასაკშიც დაუდასტურდათ ადამიანებს აუტიზმის სპექტრის აშლილობა. რამდენად ხშირია ესეთი მდგომარეობა, ესეთი სიტუაციები და რასთან გვაქვს საქმე ამ დროს? კი ბატონო, მეც მახსენდება რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ზრდასრულობის ასაკში მიიტანეს ეჭვი უკვე, რომ შეიძლება პიროვნებას ჰქონდეს აუტისტური სპექტრი და როგორც ვიცი, საქართველოში კეთდება კიდევაც შეფასება ამისი, თუმცა აქ შეიძლება ვივარაუდოთ იმაზე, რომ ეს არის ძალიან მსუბუქი ფორმა, სპექტრი და არა თვითონ აუტიზმი, იმიტომ რომ როდესაც აუტიზმის მძიმე ფორმა არის ან თუნდაც საშუალო ფორმა. ის ვლინდება ადრეულ ასაკშივე. იმდენად რთულია ხოლმე მისი ეს დარღვევა, იმდენად კომპლექსურია ხოლმე, რომ დასწავლაშიც ხელს უშლის, რა თქმა უნდა, კოგნიტურ უნარებშიც ხელს უშლის და ადრეულ ასაკშივე ხდება ხოლმე შესამჩნევი. თუმცა, როგორც ვიცი, არის ეგ შემთხვევები, ზრდასრულობის ასაკშიც გამოვლენილა, მაგრამ უფრო მსუბუქი ფორმით. სპექტრი, უფრო სპექტრი, ვიდრე თვითონ აუტიზმი.
და ბოლოს მინდა გკითხოთ რჩევის სახით, ერთის მხრივ რას ურჩევდით მშობლებს, რომლებსაც ყავთ დიაგნოზ დასმული აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები და მეორეს მხრივ აი საზოგადოების გადმოსახედიდან, აი ცნობიერების ამაღლების კუთხით, რომ მოგცეთ რჩევები, ვინაიდან შეიძლება უმრავლესობა არ იცოდეს, თუნდაც ქუჩაში თუ შეგვხვდება ესეთი დიაგნოზის მქონე ბავშვი, ანუ პიროვნება, როგორ მოვიქცეთ მათთან იმისთვის, რომ მათი გარემო არ დავარღვიოთ და მაქსიმალურად შევძლოთ, რომ ხელი შეუწყოთ მათ სოციალიზაციას. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია გარემო. ბავშვის სოციუმი, სადაც ის იზრდება, სადაც ის ვითარდება, მნიშვნელოვანია თვითონ მშობლებისთვისაც, რომ საზოგადოებაში იყოს მიღებული, ასე ვთქვათ, ეს დიაგნოზი, იყოს ბევრი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მშობლებიც ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ არიან ხოლმე. არსებობს რაღაცა თუნდაც ის ქცევითი დარღვევები, რასაც მშობელი ვერ მართავს სოციუმში. მნიშვნელოვანია ძალიან და აი ცნობიერების ამაღლების კუთხით ჩვენც ბევრს მუშაობთ ხოლმე როგორც ცენტრი და გვაქვს ხოლმე შეხვედრები, ასე ვთქვათ, ამ საკითხთან დაკავშირებით. მშობლებისთვის მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ის იქნება, რომ არ შერცხვეთ, ასე ვთქვათ, ამ თავის ბავშვების, არ მოერიდოთ მასთი ქცევები. ეს ბავშვები არიან უბრალოდ განსხვავებული ინდივიდები და რო დავუფიქრდეთ, ყველას ჩვენ გვაქვს ის განსხვავებები, რაც შეიძლება აუტიზმის მქონე ბავშვს ახასიათებდეს და ამის გამო ჩვენ არა ვართ რაღაცა სოციუმიდან გარიყულები, როგორც ხშირად ვხედავ ხოლმე, რომ აი აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად არიან ხოლმე სოციუმიდან გარიყულები. და საზოგადოებას რას გვირჩევდით, როგორ მოვიქცეთ ამ დროს, როდესაც თუნდაც ქუჩაში ან მაღაზიაში გვხვდებით ესეთ სიტუაციებს, იმისთვის, რომ აი ბავშვების ის კომფორტის ზონა არ დავარღვიოთ და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. კი, და აი გავამახვილებდი ყურადღებას ძირითადად ადრეულ ასაკზე და ბავშვებზე. აი ბავშვების ინფორმირება თვითონ ვისაც კლასში ყავს, თუნდაც ამ ბაღში ყავს რაიმე დარღვევის მქონე ბავშვი, ძირითადად თავარი არის მათი ინფორმირებულობა, რა თქმა უნდა, ჯერ მშობლის, მაგრამ ისინი არიან ამ ბავშვის სოციუმი და კარგი იქნება თუ მათაც ექნებათ ინფორმაცია იმაზე, რომ განსხვავებული ქცევა არ უნდა იყოს სოციუმისთვის მიუღებელი, არ უნდა იყოს კრიტიკის საგანი, ბულინგის, ახლა ნამდვილად ბულინგის საგანიც ხშირად არის ხოლმე, კი. მადლობა საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. ვფიქრობ, რომ მშობლებს, ასევე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცნობიერების დონე ამაღლებული გქონდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა, რომ გვისმენდით და გვიყურებდით, გემშვიდობებით მომდევნო ხუთშაბათამდე.